მეტი და საინტერესო დეტალები შეიძლება გაგვიმხილოს უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა სამხედრო ვიცე-პოლკოვნიკმა ირაკლი ქურასპედიანმა, რომელსაც დრონებთან ძალიან, ასე ვთქვათ, მჭიდრო კავშირი აქვს. ირაკლის მივესალმები, მიხარია რომ მხნეთ და ჯამთელად გხედავ ირაკლი, იმიტომ რომ საღამოშვიდობის სწორედაც მინდა რომ მშვიდობა გამარჯვება, სამართლიანი მშვიდობა უსურო უკრაინას. ირაკლი 2014 წლიდან ფაქტობრივად უწყვეტად ომობს და ამ ნაწილშიც მინდა რომ ჩემი შეკითხვა ამ ნაწილსაც მინდა რომ შეეხებოდეს ომის წარმოების სრულიად ახლებური ტექნოლოგიური ფაზაში რო შევედით ეს გამოჩნდა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა შედეგი მაინც სპეცსამსახურების, უკრაინული სპეცსამსახურების ძალიან ოსტატური მუშაობის შედეგია. რა განწყობები მოიტანა გუშინდელმა დღემ უკრაინული არმიისთვის? მოდი პირველ კითხვას ასე დაგისვა. არმიისთვის როგორ გითხრა, ყველას უხარია და ყველას სიამოვნებს მსგავსი თემსოფლიოში ნორმალურ ადამიანებს და მით უმეტეს ჩვენ ჯარისკაცებს, ჩვენ სამხედროებს, გასაგები ხლა რომ ვთქვათ რომ ხლა мотиваცია გვაკლდა და ვინმეს мотиваცია არ აქვს და მაინც ხლა მხოლოდ ამან გვიშველა, არ არის მას საქმე, мотиваცია საკმაოდ ნორმალურია, კარგია, განწყობა კარგი, ესე ვთქვათ, სახალისო და ბევრი მემი და ბევრი ხუმრობა გააჩინა ძირითადად ასე უბრალო ესეთი ჯარისკაცები და უბრალო ხალხი მოსახლეობა უკრაინის, ამით ეხლა რაც ჩანს შემოიფარლება, რა თქმა უნდა, ესეთი კარგი. რაც შეეხება ახლა სტრატეგიულ შედეგებს, ავიცი, თავი 40% ხო? ალო, ისმის ჩემი? კი, ისმის. საუბარია დაახლოებით 34%-ზე რუსეთის სტრატეგიული ავიაციის დაზიანების და განადგურების. ხო, მესმის. ახლა ბევრ არაერთხელ საუბარი მქონია გუშინ დღეს ხა მეგობრებთან, სხვადასხვა სპეციალისტებთან, რაღაცა რა წმინდა სამხედრო სპეციალისტით. ესე ვთქვა, დარჩენილი 70%-იც არ არის ცოტა, რა თქმა უნდა, იმ ტერორისთვის, რა ტერორისთვისაც ამ იარაღს იყენებენ და ეს იარაღი სტრატეგიული, ბრჭყალებში სტრატეგიული გასაგებია ხო თავის დროზე, 40-60 წლის წინ სტრატეგიული ავიაცია იყო, დღეს ეს გამოიყენება უბრალოდ ხალხის ტერორისთვის. ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, ასე ვთქვათ, 100% მათი ასე ვთქვათ, წარმოებული ცეცხლიდან რაც მათ აწარმოებენ 3 წლის მანძილზე, ბევრად ნაკლებია წილი ინფრასტრუქტურული, ძირითადად ტერორი მოსახლეობის, მაგრამ შედეგი არაფერი. ხა დარჩენილიც არ იქნება ცოტა, მაგრამ ყველაზე დიდი მნიშვნელობა ამას ხლა რა ვილაპარაკო ტექნოლოგიად ეს აიყო და ოპერატიულად და შერწყმა ამ ტექნოლოგიათან ამედროვე ტექნოლოგიების და ოპერატიული ხელოვნების ჩვენი სადაზვერვო სამსახურების ამაზე ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რისთვისაც არის, ეხლა რუსეთი ამის გამო უსარ შეწყვიტავს, ეს არის ჩვენ რიგ დასავლელ მეგობრებთან, პარტნიორებთან პერიოდულად და ასეთი ოპერაციები იქნება არაერთი, იმის დანახვა, რომ ჯერტი რეალობის რომ ეს ომი დღევანდელ მოლაპარაკების ბრჭყალეში მოლაპარაკების ეხცარჩი მორჩაძეღან ახსენე შენ გიორგი აჩვენა რომ არ არის რუსეთი მზად ისევ თავის ესე ვთქვათ იდეაზია უკრაინის არა 4 ოლქის ესე ვთქვათ მითვისებაზე არამედ მთლიანად უკრაინის სახელმწიფოებრიობის ფაქტურად მოშლაზე და ყველა ეს პუნქტი მხოლოდ ამის მოთხოვნაა და მეტი არაფერი ეს არის ერთადერთი ყველაზე კარგი სიგნალი ჩემი აზრით ჩვენი დასავლელი რიგი დასავლელი პარტნიორებისა რომ არ არის ასე უიმედოდ საქმე ბევრი რამე შეგვიძლია წინსვლა და ნამდვილად გადაწყდება ამ ომის ბედი ბრძოლის ველზე. კი, მოლაპარაკებით შესაძლებელია, მაგრამ ამას განსაზღვრავს ის, რაც ბრძოლის ველზე იქნება. ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი არა მარტო ამ ოპერაციის შედეგებიდან გამომდინარე არის აი სტრატეგიული ხაზი და თავდაჯერებულობა, რითაც ამ ომს აწარმოებს უკრაინა. მიუხედავად ბევრი პრობლემებისა, რომელიც იყო, არის და ცხადია ამხელა სახელმწიფოსთან, ამხელა სამხედრო შესაძლებლობების და დიქტატურის ქვეშ მყოფი სახელმწიფოს პირობებში, ხო ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ძალიან რთულია დაუპირისპირდე, მაგრამ
თანამედროვე ომის წარმოების სპეციფიკის გათვალისწინებით, რასაც მე ვხედავ, იქ საუბრები იყო ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენებაზეც, პირველ რიგში სწორედ დრონების მეშვეობით ზიანის, მაქსიმალური ზიანის, მინიმალური დანახარჯით მაქსიმალური ზიანის მიყენების შესაძლებლობებზე. თუ კი გავიხსენებთ უკრაინის მიერ ოფიციალურად გამოცხადებულ ინფორმაციას, რომ წელიწადში 2 მილიონი დრონის მის ტერიტორიაზე წარმოების რესურსი აქვს და ამას აკეთებს, ეს არის ძალიან სერიოზული განაცხადი არის. აი ეს გიორგი ბოდიში შეგაწყვეტნით 2 მილიონი ნახევარი იყო გასულ წელს დამზადებული. პირველად რო დაიწყო შარშან წინ იყო მილიონი ნახევარი საუბარი 2 მილიონი ნახევარი და უკვე არ ვიცი ნახეთ თუ არა დღეს იყო ინფორმაცია რომ ანუ შემდეგი უკვე დღეიდან ამ წლის მომავალი წელზეა საუბარია 10 მილიონ დრონამდე წარმოებაზე 10 მილიონი დრონი ბატონო წარმოუდგენელი ციფრებია. ამის პარალელურად ჩვენ ვიცით, რომ მათ შორის გერმანიის კანცლერის ოფიციალური განცხადებით გერმანია იწყებს ინვესტირებას და მხარდაჭერას უკრაინისთვის ტაურუსების უკრაინაში წარმოების ინდუსტრიის მშენებლობასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, ხო? აი წეგან რაც ვახსენე გიორგი, ჩვენ დასავლეთ მეგობრებთან სწორედ ეს არის ერთ-ერთი ჩემი აზრით, ერთ-ერთი გარდა იმ ჩვენი მდგრადობისა, ჩვენი რა უკრაინელი ერის მდგრადობისა, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ესე ტექნიკური კუთხით რომ მივხედოთ, დახმარება, ხედავთ ძალიან ახლა არაერთხელ გვისაუბრე ამაზე თუ რატო არ რთული, რატო უჭირს დასავლეთს უშუალოდ ისეთი რაოდენობით წარმოება, როგორც მაგალითად ჩრდილოეთ კორეას, რომელიც დღეს ფაქტიურად ნახევარს ამარაგებს რუსეთის არმიის საარტილერიო ჭურვების თუნდაც. ამას რიგი მიზეზები აქვს, ახლა ათწლეულების ამას არ გავყვებით, არაერთხელ აღინიშნა, მაგრამ სწორედ ეს მომენტი, რომ უკრაინაში მოხდეს თავად წარმოებების ინვესტირება და აქ ამოქმედება, ესე ვთქვათ, საწარმოების ეს შესაძლებელია, კი გასაგებია, ახლა იტყვის ხალხი რომ ახლა იბომბება როგორ გასაგებია, მაგრამ ახლა ეს არ არის ახლა ესე ვთქვათ ხალიჩისებრი დაბომბვა არის ამის საშუალებები დღეს მიწისქვეშ ბევრი მეტრო აშენდა 100 წლის წინ გიორგი და ახლა დღეს ქარხნის აშენებას მიწისქვეშ არაფერი არ უნდა და ეს კაი ხანია უკვე მიმდინარეობს და კეთდება. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სულზედ ამის გადაწყვეტილება გვეშმის ჩვენ ახლა დასავლეთ ეს არ არის რაღაც ტოტალური სამყარო რო ტოტალიტარული ბოდიში რო რაღაც ერთმა ადამიანმა მიიღოს გადაწყვეტილება გვესმის ეს პროცესები რაც ამ ყველაფერს უძღვის და აი ესეთი ოპერაციები ესეთი ტიპის ესეთი მიუხედავად როგორც აბსოლუტურად სწორედ აღნიშნე რომ ესე თავდაჯერებულად და კარგად ყველა ხედავს რომ ამდენი ხნის მანძილზე ესე გეგმაზომიერად ასეთი ტიპის ოპერაციების ჩატარება ზუსტად ეს უბიძგებს ჩვენ დასავლელ პარტნიორებს რომ გადადგან ეს ნაბიჯები რომ აქ მოხდეს ამ შეიარაღების წარმოება და შესაბამისად გამოყენება. ირაკლი ძალიან დიდი მადლობა. ბოლოს მაინც მინდა კითხო, ყველას რა თქმა უნდა აქვს მოლოდინი პასუხის რუსეთის. მედვედევზე არ შევჩერდები, ხო? მისგან ძალიან ბევრი განცხადება გვინახავს, გვიხილავს და ასე შემდეგ, რომელსაც მე შესაბამის მოქმედებები არ მოყოლია, მაგრამ ის რაც მოხდა გუშინ, ნამდვილად ქმნის იმის წინაპირობებს, რომ რაღაცა ტიპის ადეკვატურ პასუხზე იფიქროს რეპუტაციის ან რაღაც ბალანსის აღსადგენად პუტინმა. რა მოლოდინები გაქვთ უკრაინაში და რისთვის ემზადებით ამ თვალსაზრისით? ან თქვენი ხედვით რისი რესურსები აქვთ? არაფერი ახალი გარდა იმისა, რაც 3 წელია ხდება. ვერაფერი ვერ იქნება გიორგი ობიექტურად. გარდა იმისა, რომ 30 თუ 40%-ით 30, კაი, თქვა 28%-ით ნაკლები საშუალება აქვს. ჩემი აზრით, ერთადერთი ვიზეც ეხლა გამოაჩინა გუშინდელმა და დღევანდელმა საინფორმაციო, ესე ვთქვათ, ველმა თვითონ რუსეთში საინფორმაციო იმდენად თითქოს ესე ვთქვათ, გაუფერულება ხდება და გაბიტურება ამ ინფორმაციის თვითონ შიგნით ამ თავდასხმის, რომ თავიანთ თავზე და თავიანთ ხალხზე ესე ვთქვათ უფრო იმუშავებენ იმ კითხვით რომ რაღაც მოუყრიან რამოდენიმე ასეთ ბომბდამშენს რომელიც დარჩენილად რა თქმა უნდა ახლა არის მხარს და რაღაც კიდევ ერთ მორიგ ტერორისტულად რაღაც თან ისეთ ობიექტებს დაარტყამენ რომ კარგად ჩანდეს, იმიტომ რომ გასაგებია ხო ჩვენ როდესაც ჩვენ სამხედრო ობიექტებს ხდება ეს ჩვენი მხრიდანაც არ ვრცელდება ესეთი ინფორმაციები, ეს ომის კანონია და ახლა აქ არაფერი გასაკვირი არ არის. მაგრამ მათ რო ეს ყველა ისეთი იყოს მათი თავიანთი ხალხისთვისაც ხალხი თუ შეიძლება დავარქვათ დასანახად ეს იქნება რაღაც ესეთი და ასევე დასავლეთის ეს რაღაც მორიგი ძლიერი დარტყმა, არ იმაზე ძლიერი ვერა რაც იყო,
რუსეთი დღეს არ აკეთებს გიორგი იმას დაუშვათ, აი დღეს 300 დრონი მოფრინავს. ეს არ ნიშნავს, რომ მას 10000 შეუძლია და 300 რუშებს. არა, ეს შეუძლია და ეს არის. კი, ცდილობს რომ მეტი გააკეთოს, მაგრამ მის მაქსიმუმს რაც შეუძლია, მას აკეთებს. მეტი მაქსიმუმს ვერ გააკეთებს და ბირთულზე ნუ აღარ შევეხედე აუბარს თქვა. ირაკლი ხვადაგიანი ვიცე-პოლკოვნიკი უკრაინაში მებრძოლი, ბოდიში, ირაკლი კურასბედიანი, ისიც კაი კაცი სახელი და გვარი არის. ხო. ჩვენ წლებია ვიცნობთ ერთმანეთს და მე ისე ვართ ამ გვარებში. გამარჯვებას გისურვებთ და მთელს უკრაინას, რა თქმა უნდა. პუტინის რუსეთის დამხობას და დამარცხებას ახალი მაუწყებლობის შესახებ კანონშეტანის ცვლილებებით შეიძლება რუსეთის ასე მოხსენიების გამოც ასე ვთქვათ გვდევნონ.